მეგობართა შორის მეგობარნეს ეს გახოთ წიგნი, რომელიც ედიშერმა გამოქვეყნა. ეს არის წმინდა მაქსი აღსავლის შრომები ტომი პირველი. ეს არის კითხვა წიგნის 65 თავი. გამოკითხვები, პასუხები, შეკითხვები და გამონაკრებები სხვადასხვა ძნელსაწვდომი თავიდან. ეს არის კითხვა მეორე, მე-14. კითხვა შემდეგია. როგორ გავიგოთ წმინდა დიონისეს სიტყვები იმის შესახებ, რომ თვით არაარსიც ისწრაფვის ღვთისკენ არის და ღმერთისკენ. ოკეი. პასუხი. ვინაიდან ღმერთი არ არის ასთაგან არც ერთი პასუხი. არამედ ყოველივეზე მაღლა იგი ამის შესაბამისად მასში თავის ადგილს განიკუთვნებს არაარსიც. გამომდინარე იქიდან, რომ საკუთრივი გაგებით სწორედ მასზე ითქმის არაარსი, რამე თუ ასთაგან არაფერია იგი. ეს არის 76 სკოლიო ვნახოთ ახლა და 76 სკოლიო ედიშერი განმარტავს. იგულისხმება, რომ ღმერთი, როგორც არსებობაზე აღმატებული, ამ გაგებით არსებობის მიღმა, ანუ არ არსებულია, არა არსია, თუმცა არა როგორც არსებობას მოკლებული, არამედ როგორც ზეარსი. ეს არის აბსოლუტურად ის, რასაც სიტყვით ამბობს მაქსიმეც და დიონისიც. ხომ? კარგით. ეს ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, ამაში შედარება არ შეიძლება. այդ ადგილას აქ ედიშერი ესეთ რაღაცასაც ამბობს. რაც საკმაოდ ესე იგი სალაღობოა. სალაღობოა და მე სიმართლე გითხრათ საკმაოდ სალაღობო რამეს ამბობს ედიშერი, რომელიც პირდაპირ მეხება მე და ჩემნაირებს დაგვრჩინეს ასე ვთქვა. ხო და ძალიან ასე ვთქვა სანადე ის იყო, რა ქვია. საინტერესო იყო. ეხლა საქართველოს ჩვენყოფები კვილმა გამოღებული ძვლის ლაპარაკობ. კვილების გასაკეთებლად თავა არ ჩამოსული. ესე იგი მე-52 არის ეს სკოლიო. ხანახოთ. საიდან არის ეს სკოლიო? აღარ მოვძებნე კაცო. 42-53 მივაგენი კიდეც უკვე აქვეთა. ოკეი, კითხვა არის ეს პირველი 55. რას ნიშნავს სალმუნებში ნათქვამი მოიცალე და სცანით რამე თუ მე ვარ ღმერთი? პასუხი. არსებობს 6 სახის მოცლა-მოცალეობა. სკოლია რა მოიცალე და სკოლა სიტყვა საიდანაც მოდის მეგობრებო, მაგას ქვია ბერძნული სიტყვა სკოლი. ის ხული. ხო და სკოლა რა, სკოლიო ძმენ აქედან სკოლა. ხო და school. ბერძნულში როგორ? ინგლისურში როგორ? რუსულში როგორ არის კაცო? ოკეი, რაც არის. სკოლა. ხო და ეხლა უყურებ. ეს სიტყვა მომდინარეობს მოცალეობისგან. სინიო სკოლი მისნად მოცალეობისგან, ამის შესახებ კახა კაცითაძეს აქვს დაწერილი საკმაოდ ვრცელი სტატია ამის შესახებ, რა სინიო სკოლი. და ეს არის ესეთი რაღაცა, რომ თუ შენ გინდა რომ ჭრეტას შეუდგე, ესე იგი მეცნიერება თუ გინდა რომ გააკეთო, უნდა მოიცალო რა. უნდა მოიცალო. მოცალობა გჭირდება, ესე იგი თუ გაბნეული ხარ საქმეებში, ვერ გააკეთებ, უნდა მოიცალო. ასკეტიკაც აქედან უნდა მოიცალო, ხო? ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ეს არის პაუზა, რომელიც უნდა გააკეთო. სანამ ამის გაიგებ, ამიტომ არის მიტიგებზე სიარული სირბილი ჯოჯოს და რაღაც საქმე არ გამოდის. გამოდის, რომ მოიცალო, განმარტოვდე და დაფიქრდე. ასე ვთქვათ, ამას მნიშვნელობა აქვს შემდეგ თავისი გამოსახილია გოეთეში და ასე შემდეგ. გოეთესთან და ასე შემდეგ.
აქ მაქსიმე რაღაცებს ლაპარაკობს, აშკარად არიღებს ამ გაგებას. აშკარად აქ რას ნიშნავს სწორედ ნათქვამი მოიცალე და სცანი, რამაც მე ვარ ღმერთი, სწორედ ასეთ მოცალეობაზეა ლაპარაკი, მაგრამ მაქსიმე თავისას ალეგორიული რაღაც გამარტებით თავისას ამბობს, რომელიც გასათვალისწინებელია ცხადი. მაგრამ არა პირდაპირ თქვათ ის ტერმინის, კონცეფტის გაგება თავისებურად არსებობს ეს სახის მოცალეობა, რომლებიც თუ კი მათში წარევმატებით ღმერთს შეგვეცნობის. პირველისა მოცლა ცოდვის მოქმედებისაგან. ოკეი, პრინციპში იგივეა, ხო? მეორე მოცლა აღზნები ცხოვრების წესისაგან. ესე რას ნიშნავს, რომ გითხრათ ასკეტიკა ბერობა, ეხლა ამას თავაზ აღზნები ცოდვის მოქმედების. მესამე მოცლა ცოდვის მოქმედებისაგან, ესე არ ვაკეთებ ცოდვა. მეორე მოცლა აღზნები ცხოვრების წესისაგან. ესე იგი ბევრი ავჭამთ იმართულოთ განვერიტოთ. მესამე მოცლა იმ ადგილისაგან, სადაც ხდება განუკითხავად მცხოვრებ ადამიანთან აღრევა. ესე იგი განგედეგილობაზეა ლაპარაკი, ხო? რაც ეხლა ასკეტიკა ვაკეთებ, ამაზეა დაფუძნებული. მეოთხე მოცლა იმ ჩვეულებისაგან, რაც უსარგებლოა საღვთო ცხოვრებისათვის. სხვადასხვა რაღაც ჩვევები, რომლებიც გვაქვს, მაგრამ ჩვეულება ექსის არ ვიცი როგორ არის. დედანი არ მაქვს ხა მაქსიმესი. ექსის თუ აქ ექსის არის სინითო ან ήθოს ოპტიმუს ხანაერად იქნება. ესე იგი ნიშნულობა აქვს რა აქ ხა ექსის წერია თუ ήθოს წერია. სინითია წერია. რაც უსარგებლოა საღვთო ცხოვრებისათვის. მეხუთე მოცლა იმგვარი არსებობისაგან, რაც ბღალავს გონებას და ბევრი რამ უსარგებლობისგან მიიზიდავს მას. მიზიდავს მას, მეექვსე ესაა სრული არ ქონა საკუთარი ნებისა, რაც არის სწორედ ჭეშმარიტ და საღვთო განდეგილობაცა და მორჩილებაც. თუ სინითია, ήθოს არის ეთოსი რა, მე ეთიკა საერთოდ სიტყვა. თუ ექსის არის ჩვევა, მაგრამ ამავე დროს არის მეორე ბუნება, როდესაც ჩვევა მეორე ბუნება, რამაზე ძალიან მაქსიმალურად ძალიან კარგად უწერდა, მეც მწერია სხვა ადგილებში. კარგით, ეხლა წავედით. ესე იგი ეს აქ რაღაც არ მოწონა ედიშეს. 50 ეს სიტყვა განდეგილობაცა და მორჩილებაც ამას უკეთებს 52 სკოლიოს. თავისთავად გამარტებას თუ რა ქვია კომენტარები, თვითონ რას არქმევს, სკოლიოებს არქმევს. და წავიკითხოთ ეხლა ეს 52. განდეგილობა და მორჩილება ბერძნულში აქ ნიშნება ერთი ფუძის მქონე სიტყვით. აპოტაი კე იპოტაი. ესე იგი ტაი არის სიტყვა პირველი, მაგრამ იპოტაი არის ქვე. ამ ტაგს აქვს ძალიან ბევრი მნიშვნელობა. ტაიგი არის ტროფიდანაც კი მოდის რა, სინტაი არის. მაგალითად იმას რო აკეთებს ვაკია რეცეპტი რა. ტაიგი არის ვიღაცის ტროფიის, ვიღაცის რჩენასაც ნიშნავს შემდგომში, მაგრამ რუსულ თარგმანში ყურადღება გამოხილო იმ ფაქტზე და გამომდინარე იქიდან, რომ თარგმნელის აზრით ხსენებული სიტყვა და საერთო ფუძე ტაგი წერია, ტაგე ძოლბერძნულად ალბათ ტაგე იქნება. ნიშნავს საბრძოლო მწყობს. გამოტანილია დასკვნა, რომ მაქსიმე საუბრობს სოფლისადმი მორჩილების საბრძოლო მწყობრიდან ღვთისადმი მორჩილების საბრძოლო მწყობრისაკენ გადასვლაზე. ეს განმარტება ცხადია, სრულიად მცდარია. და მე უკვე ფრჩხილებში წერს უკვე ჩემზე. ჩემნაირ ტიპებს, ამ ტიპზე სიდოროვია ალბათ, არ ვიცი ვისი თარგმნილი ხა ეს. ჩანს, რომ თარგმნელს აქვს სრული რაიმე ორიგინალური თქმისა, რაც მის სხვა კომენტარებშიცაა შესამჩნევი. ესვით? ესე იგი ამცრობს ესე მთლიანად, ესე იგი რაც კი მაქსიმზე წიგნები ხა იწერება ყველაფერს ამცრობს, რომ შენ ტექსტის ინტერპრეტაციისას შენ რაღაც ისეთი რაღაცები დაინახო ტექსტში, რაც ავტორს ნაგულისხმები აქვს შეიძლება ასოციურად ლაპარაკობს და შენ იქიდან შენ რაღაც დასკვნები გამოაქვს ან კონტექსტზე. ხა ეს შეუძლებელია ამაზე არ გაკეთდეს. მთლიანად ამისი მთელი ეს პოსტმოდერნული ფილოსოფია იქნება, თუ ეს გადამერის ჰერმენევტიკა იქნება, თუ რა ვიცი მე მილიონი რაღაცას, რაც თვითონ მაქსიმერეებს აკეთებს, კაცო იმ სიტყვიდან ის სიტყვა გამოაქვს, ამ სიტყვიდან ის სიტყვა გამოაქვს. ეტიშერი ამბობს, არა, ბუკოლოდ უნდა გაიგო.
ეხლა ბუკვალურად რამდენადაც ედი შენმა ეს გაიგო და გააკეთა ის ბუკვალური. მერე ის ბუკვალური თავისთავად რამდენად ბუკვალურია იმის რაც მაქვს. იქნება მაქსიმუმ სწორედ ეს ტერმინი იპოტაგი. იპოტაგი არ არის. ადრე იპაკოი არის მორჩილება. თუ მადამაინც წავიდეთ. იპაკოი. ესე იგი მორჩილი ხარ? რჩილი რა არის? რჩული ხო რაღაც ან რჩულია ან გესმის რა ჩურჩული რა ვიცი საიდან მორჩილი რჩილი რჩენა. ხო? შეიძლება რჩენაზეც არის. ტაგი რა გერჩენა არის. ხო იპოტაგი მორჩენა რჩენას ნიშნავს. ან რჩეულს ნიშნავს. რავი რა იცი ამ მორჩილის ეტიმოლოგია. კაცო მთელი მეცნიერება იმაზე რომ სიტყვები თავის ფუძეებითა და გავლენას ახდენს. ეს მოკლედ ახალ გავლენას ქვეცნობიერზე და ასე შემდეგ ყველაფერს ხაზი გადაუსვა ედიშერმა რა. თუმცა სიტყვების ასეთი თამაში რიტორიკისთვისაც არის დამახასიათებელი. ეს ხშირად მე სხვის ედიშერის სხვა თარგმანებში ჩემ მაგალითად გრიგორი ღვთისმეტყველი სიტყვა ფილოსოფიას იყენებს სხვადასხვა კონტექსტში. ერთსა და იმავე იმაში რა ქვია ჰომილიაში. ან სხვადასხვა ახლა რაღაც პირველ რომელიღაც ახლომდებარე ჰომილიებში. ან სხვადასხვა ფილოსოფიას აშკარად სხვადასხვა კონტექსტებში ათავსებს. მაგრამ იყენებს სიტყვა ფილოსოფიას. ედიშერი კიდე არასდროს არ თარგმნის ფილოსოფიას. ხა ერთგან თარგმნის ფილოსოფიას, მე სიძვრის მეტყველება რაღაცებს ამბობს ხოლმე რა. სიძვრის მოყვარეობა, გრძნობა, რაღაცებს რომელიც უფრო იმ კონტექსტში რომელშიც აქ იქ უფრო მეტად მიუდგება მაგალითად ის ქართული სიტყვა. მაგრამ რატო ვაკეთეს, რატო გამორიცხავთ იმ ფაქტს, რომ გრიგორი ღვთისმეტყველი შეგნებულად ცდილობს რომ ქვეტექსტებით, ასე ვთქვათ, ელაპარაკოს იმ დროინდელ ბრბოს, იმ დროინდელ ხალხს, ან რაღაცა თავის სწავლება უნდა რომ გაიტანოს და ამ ფილოსოფიის სიტყვას, ესე თუ ამოკრებ ამ ფილოსოფიის სხვადასხვა კონტექსტში და ფილოსოფია ნახავთ, რომ ედის ისა რომ რაღაცა პარალელურად მთავარი ტექსტისა გრიგორი ღვთისმეტყველი ამით არის ფილოსოფიისადმი მის შეხედულებას ან ახალ კონცეფტს, რომელიც შეიძლება მეინსტრიმს არ უიგივდებოდეს ან რაღაცა იმ მაშინდელ MMK-ში ან ვიღაცა ამ ფანატიკებში ან ძირითად სკოლა, მაგრამ მსმენელებს რატო გამორიცხავთ ამას, ხო? ვერ გამორიცხავ ამას. ხო და რატო მაგათ მე მაქსიმესთან მაქვს შემჩნეული ერთგან და ჩემთვის დისერტაციას მიწერია რომ რაღაც ერთ კონტექსტში მაქსიმეს ცდილობს რომ გამოიყენოს სიტყვა ისაღო ფერო ისაღო რა ესე იგი ფერო არის დარებასაც ნიშნავს იპოფერო ნიშნავს ატანასაც ნიშნავს ავიტანე რაღაცა ხო იპოფერო ნიშნავს ვიღაცა რაღაცას ვიტან განვიცდი ესე იგი ვიტანჯების ნიშნავს ფერო ანაფერო არის ღმერთს მიუძღნია რაღაცას ანაფერი ანაფორას როგორ გვაწვია ჩვენ ის სფერო არის სამყაროში შემოიყვანა სამყარო და რაღაცა სხვა რაღაცაზე ლაპარაკობს მაგრამ იმ დროს ჩდება რომ აი მაგალითად ეგეთი საფეხურიც ჩდება იმ ტექსტში რომ აი ღმერთმა სამყარო შემოიტანა რაუბიდან მერე ჩვენ მოგვიტანა მერე თვითონ აიტანა თავისი სხეულის ზემოთ მერე ჩვენ მიგვაქვს ესე იგი მივიტანთ ძღვენს ამ ძღვენს აიტანს ღმერთი მაგა რაღაც ესეთი ტან არის მაგრამ ის რომ ქართულად გამართულად თარგმნო ვერ შეიტანა ამ ტანს აიტანა მოიტანა გაიტანა გადაიტანა ნუ სხვა კონოტაციებია ქართულში მაგრამ აშკარად არის მაქსიმეს ხა რა ვთქვათ გამოვრიცხოთ შემთხვევით მოხდა შეიძლება მაქსიმოს ქვეცნობიერად მოხდა მაშინ რატო გამოვრიცხოთ რომ ის ქვეცნობიერი საიდუმლო ზეგი თვითონ ბერძნული ენა უბიძგებს ან მაშინდელი საზოგადოებრივი მეტყველება უბიძგებს ესე იგი მაქსიმეც ხო ემნაშია ჩავარდნა ჩვენ ხო იმასთან ერთად რომ მაქსიმეს გებულო ჩვენ გინდა გავიგოთ ის საერთო კონტექსტი მაქსიმებისთანაც ლაპარაკობს ან როგორც ლაპარაკობს ზოგჯერ ხო არის ის ვამბობთ იმასაც რომ ენა მეტყველეს ჩვენი და არა ჩვენ მეტყველებთ ენას ხო და აი ამ ყველა კონტექსტში ამოვაგდოთ მახსენე პირდაპირ წავედ ახლა ხო ებატა ხალხო თაგზანელად მართლაც მაქსიმესთან და მე დიდი ვისა აქ რომ ტაგი ასად არ ნიშნავს მართლაც მაქსიმეს ასად იყენებს ცალკეულ აღებულ სიტყვას ტაგი არ დასტურდება ამ ლექსიკული ერთეულის უნდა დელიძის გამოყენება მის შრომებში 12 ტომეულში შესაბამისად შეუძლებელია ვიფიქროთ რომ მაქსიმე მისგან უარყოფილ ლექსიკულ ერთეულს ეს უდენ მიფარულად იყენდა რაღაც ღრმა აზრის საუწყლოდ მეორე ხსენებული ტაგი არ არის ნიშანდობლი არ ზოგადად საეკლესიო მწერობლისათვის ცნობილია ამ სიტყვის დამოწმების მხოლოდ თითო როლას შემთხვევა და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არც ამ შემთხვევაში იგი არ აღნიშნავს საბრძოლო წყობს მისი მნიშვნელობებია მხოლოდ ბრძანება მოწოდება ან მოწყალების საბრძოლის როჭიკინაც კი შეიქმნა სიტყვა ტაგიზო რაც დაპყრობას ნიშნავს ოკეი ხო ეგ ყოფნა დროღო შეიძლება ტაგიზო ოკეი მე განვითარდეს სიტყვა მაგრამ ტაგი რატო გამორიცხავ რომ ტაგი არის სიტყვა ტაქსისგან ტაქსი კიდე წესს ნიშნავს ტაქსი. ხო ანგელოსთა წესრობით, ახლა ეგ არის ანგელოსთა ტასი.
ანუ სამხედრო მწყობრი. რატომ გამორიცხავთ ასევე მაგალითად მართლობაში გვაქვს ჩვენ ლაპარაკი, რომ ეს არის მებრძოლი ქრისტეს ახალი მეომარი. ჩვენ ქრისტეს მეომრები ვართ, ქრისტეს წინააღმდეგ კი არა. ქრისტეს მწყობში ჩამდგარი მეომარი, ვისაც შემომიდგეს მენაღიღოს ჯვარი, აქ წყობზე არ არის ლაპარაკი. რატომ გამორიცხავთ? ჩამდგ ის რომ ტაჰი თავისი ფუძით ცალკე არ იხმარება, მაგალითად ყურება ქართულად რას ნიშნავს? იყურებენ. ყური ნიშნავს ყურს. დაახლოებით ყურით იყურები? ყურება უკვე რაღაც ფუძეა, რომელიც მე სხვაგან-სხვანაირად მუშაობს. მაგალითად ჩვენ რაღაცა სიტყვები გვაქვს ხოლმე. ეხლა ამ წუთში აღარ მაგონდება სიტყვები, მაგრამ ძალიან ბევრი თუ ნახოთ, ცალკე ფუძეს არ ვიყენებთ, მაგრამ იმ ფუძეს ძალიან ხშირად ვიყენებთ, აი განყენებული, ყენებული, რაღაცა განყენებული, დაყენებული, მიყენებული, გადმოყენებული, ჩამოყენებული, რა ვიცი, და ყენს ცალკე ვიყენებთ, სადმე ყენი? ყენებას, ყენება, ხო? ყენს ვიყენებთ? არასადა ვიყენებთ ყენს. შევყენ ყეჭი რა ვთქვათ, რა მე ჟარგონში, ყეჭი, რა მე ყეჭი. მაგრამ ვიყენებ დაყენება, მიყენება, მოყენება, გადაყენება. ბავშვს რო გადააყენებ ერთია და აყენება ფეხზე რო ააყენებ ერთია და რამდენი სიტყვები იქნება, ხო? მაგრამ უცებ რო რაღაცას დაინახავ, რომ ერთსა და იმავე ფუძის სიტყვებს იყენებს ადამიანი. როდესაც შეუძლია სხვადასხვა ფუძის სიტყვები გამოიყენოს იქ. რატო გამორიცხავ მაგი რომ ინტენსიურად ამას აკეთებს? და რატომ თუნდაც არ აკეთებდეს ინტენსიურად? რატომ არ უნდა მქონდეს მე? არ უნდა ვეცადო რომ ჩემებურად გავიგო ეგ სიტყვა და ვთქვა რომ აი ქრისტიანობა და ბევრ მონაზობა აღიქმება რაღაცა ქრისტესათვის მეომრობად, ქრისტეს მხედრობად. და ეს არის აშკარად ბრძოლა სატანასთან. რატომ გამოიყენა ედიშემა აპოტაი? ესე აპოტაი, ეხლა გამაგებინა ერთი აპო როჭიკი არის? განროჭიკება არის ქვეყნიდან განდგომა? დგომა თვითონაც ამბობს, ხო, განდგომა. განდეგილობა. ხო, განდეგილობა, ხო, განდგომას ნიშნავს. ხო? დგ, სარი. თვითონ ამ სიტყვაშია, ხო? ამ თაპურება გამპურებულსა და გამოპურებულს ამბობს, ხო არა? ესე იგი აშკარად ამ ფუძეში ამ სიტყვა სხვა მნიშვნელობა. მაგრამ ნუ ედიშერის დამოკიდებულება ჩემნაირ ტიპებისადმი და მეცნიერებისადმი თანამედროვე ფილოსოფიისადმი აქ ჩანს, ხო? ის არ აღიარებს. არ იცის მეთქი? არ ვიცი. ხაკაც პროსლიფსი დიათესი და პროსლიფსი და დიათესი განმარტავს წინ განწყობილება. პროსლიფსი არის სილიფსივით არ მიღებას ნიშნავს რაღაც. პროსლიფსი არის განზრახვა რა, ჩემი სურვილია. დიათესი არის ჩემი განწყობილება. ნუ უკვე ედიშერი ამ სამ ტერმინს 67 აგერ ნახეთ 67 თვითონ ცდილობს დაიცვას ამ სიტყვების მისი სინთეზი შეფერილი ადმინდელი წინასწარ განწყობებით. ვინაიდან წინასწარ განწყობებით. ესე განწყობას სპოროს ლიფსიო, იმიტომ ვიდრე ლიფსი, რომელიც განწყობასთან არაფერი კავშირი არ აქვს, არამედ კავშირი აქვს მიღებასთან, ლიფსი არის მიღება. ამასაც კი ცდილობს, რომ დაუკავშიროს ისეთ ტერმინებს, სადაც არის წყობა. ეგ თვითონ სურს, რომ ეს შეიტანოს და თვითონ როცა თვითონ დაევას, ესე იგი ედიშერი კონკურენტო რომ არის დღეს საქართველოში რა. აი, პროსტა უკვე აი მანაც კი რაღაც იჩენს აი ესე თვითონვე უპირისპირდება თვითონ შეუძლია როცა უნდა გამოიყენოს, მაგრამ სხვა თუ გამოიყენა ეს რაღაც არავითარ შემთხვევაში სრულად მცდა, არაფერი სრულად მცდარი არ არის. ის პროსტა მისი აზრია. კარგით, ეხლა რაც ვილაპარაკე იმაზე, რომ დავბრუნდეთ ის 52-ზე, გაგახსენებთ რა იყო იქ ლაპარაკი. იქ ლაპარაკი იყო ვინაიდან ღმერთი არის არა, თვითონ თავად ღმერთია არა. Twina დინოს სიტყვები იმ შესაძლებლად თვით არა არის ისრაფის ღვთისაკენ. აი ქნელობაც ისრაფის მისაკენ და საბოლოოდ რა არის არა არის. ჩვენ ნახოთ ნეოპლატონიში არა არის მატერია. ნეოპლატონის თუ მიუდგები თავიდან ბოლომდე. დიონისე ნეოპლატონიკოსი ედიშერი ამას არ აღიარებს. და დიონისე არის პროკლეს ნეოპლატონიკოსი, გრიგორინოსელი პლოტინეს ნეოპლატონიკოსი. პლოტინესა და პლოტინი იყო მე-3 საუკუნე. პროკლე იყო მე-5 საუკუნე. თუ მე-6 იყო. მე-6 საუკუნე. 3 საუკუნეა გასული რა. მათ შორის. მათ შორის არის პლოტინემ და ის არის ათენელი. სკოლა ჰქონდა, ალექსანდრიული სკოლა იყო და ანტიოქიური სკოლა იყო და რომის ნეოპლატონიკოსებიც არსებობდა. სხვა სკოლებიც ამოვიდა პლოტინიდან. საბოლოო ჯამში
მისი სწავლება არ არის დარსის შესახებ. გადანუვითარდა სხვანაირად. კარგით, ეხლა მე წაგიკითხავ თქვენ, ჩემს მიერ დაწერილ წიგნს 2000 სტატია 2004-ია. ეს არის გრიგორი ნოსელის სწავლება მატერიის შესახებ. აქ სადაც მე თავისუფლად განმარტავ გრიგორი ნოსელს, ისე როგორც მევასება და ხშირად ამას ისე როგორც მე ვარიაციები გრიგორი ნოსელის სწავლებაზე მატერიის შესახებ. მატერია, ენა, სიმბოლო, რიტუალი, პოლიტიკა, დეკანონიზი, კახაბერ, კურტაიძე, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი. ხო, თუ დაგუგლავთ, მოკლედ ამოგიგდებთ ამას ესე. ეხლა აქ არის ერთი თავი, რომელიც მე ავიღე, რომელიც ხაცა მეცნიერიდან აღარ მახსოვს, ბევრი რაღაცები აქ. სიმართლე გითხრათ, ბევრი არ მახსოვს, მე თვითონ. თუ მთელი ჩემი აზრი იმაშია, რომ გრიგორი ნოსელი როგორ განმარტავს მატერიას რა. ახლობთ ეს. ღმერთი, ეს არის მესამე თავი. ავი რამდენი თავი აქ არ ვიცი, ბევრი თავებია. ღმერთი როგორც არ არა. ზემოთ შევეცადე მეჩვენებიერა, რომ სამყაროს შესაქმეს პროცესი არის ემანაციური ნოსელის გაგებით. ღმერთიდან გამოსხივდება. ცხადია დაისმის კითხვა. ხომ არ ნიშნავს ეს ნეოპლატონურ პანთეიზმს? ჯერ ნეოპლატონიზმი არ არის პანთეიზმი, არის პანენთეიზმი და ნეოპლატონიზმის პანთეიზმთან გაიგივება ამაზეც არის დავები. ბევრი წიგნები იწერება მეგობრებო ნეოპლატონიზმზე, რაც რო გადის, კიდევ უფრო მეტი გამოდის და კიდევ უფრო მეტი გამოდის. უბრალოდ ეხლა მე აქ წერ ამას იმ პირობებში, როდესაც ყველაფერს ერთად ისეთ ყველაფერი ერთად შემოვიტანე და ყველაფერი ერთად ვერ შემომაქ რა. ისაც სტატია რაღაც 40 გვერდია თუ 50 გვერდია. ამ საკითხზე იქნებოდა ასეთი მოკლე პასუხი. და ეხლა ვამბობ ბოდვას, მაგრამ ეს არის ის, რაც უნდა მივიღოთ რა. როგორ არის, ციტა მაგალითად ჰეგელზე რო ლაპარაკობთ, ზოგადად აი სახელმწიფოებში, ფილოსოფიის ისტორიაში ან შემდეგ და სტუდენტებს არ უდგებით, ან როდესაც არაჰეგელიანელები, არაჰეგელის სპეციალისტები ერთმანეთს მიუდგებენ, ერთ რამეს ამბობენ ჰეგელზე, რომ ჰეგელთან სუბიექტი არ არის და რაღაც ეგეთი რაღაც. არის, მაგრამ მე იკარგება და რაღაცებს. და როდესაც ჰეგელიანებში ჩავარდები, უკვე ჰეგელიანი გეტყვი ეგრე არ არის. მაგრამ ჩვენ ხო ვერ ვიხდებით უყოლა ჰეგელიანები, აი უკვე 2 საუკუნეა ჰეგელზე ეს წარმოდგენა და ეს არის ასე ვთქვათ, ყოფითი საყოველთაო წარმოდგენა ჰეგელზე ეს ერთი ყველასთვის მიღებული და უკვე დაპრობირებული არის, რეცეპცირებულია ყველას მიერ და არის უკვე სპეციალისტები, რომელი სპეციალისტები და ალბათ მე როცა თვითონაც გაერკვევიან და მათ ისინი პოპულარული გახდებენ, ალბათ რაღაც 50 წელში, ან 30 წელში მე უკვე აი საყოველთაოდ მიღებული აზრი შეიცვლებოდა ახალ საყოველთაო კლიშეთან, ახალ საყოველთაო აზრად გამოსად. ეხლა აქ მე რასაც ვწერთ, ეს არის სადაც საყოველთაო არის მიღებული, თუმცა მთელი ჩემი სტატია რაღაც აი ამას ვარირებს, ასე ვთქვათ. ამ საკითხზე იქნებოდა ასეთი მოკლე პასუხი. გასხვავება იქნებოდა განსხვავება ქრისტიანულ და ნეოპლატონურ ემანაციებს შორის მდგომარეობს შემდეგში. პირველი ნეოპლატონური ემანაცია მომდინარეობს ერთიდან, ანუ ღმერთიდან, ხოლო ქრისტიანებისათვის ქმნილება ხდება არაფრის გონფრ, ზუსტად კი არ არსებობისაგან შემოდის არსებობაში, ეგ მიყონდოს. ესე იგი, არ მყოფობიდან მყოფად შემოგვიყვანენ ჩვენ და არაფრისაგან. ეს განსხვავდება ბერძნულში რას ნიშნავს? არაფერი და არ არსებობა. არ ვარსებობდით და ეხლა ვარსებობთ. გესმით რაშიას? ონდოს. ხოლო და ამ ხშირად გვაქვს ლოცვის ძელოში ამ ყოფობიდან მყოფობაში შემოგვიყვანა. არარადან შემოგვიყვანა ჩვენ ლოცვის ხوارე აქვს ძელობაში. არა ვიყავმე, ან ყოფი ვიყავმე. იცვლება ესეთი რაღაცა. ერთგან არის მხოლოდ არარასგან ღმერთის შობა ბიბლიაში, ის ბერძნულად არის დაწერილი მაკაბელებთან თუ რაღაცას, რომელიც არ არის აღიარებული კანონიკურ ტექსტად. სხვა ქრისტიანულ თუ არაქრისტიანულ ტრადიციაში. ემანაცია არის მეორე, ემანაცია არის მარადიული პროცესი, ხოლო ქნება ხდება დროში, უფრო ზუსტად კი დროსთან ერთად აქ მეც ვერ დავკონკრეტებოდი, სინამა, ესე იგი ამაღიღნის და სინამა, ესე იგი დროსთან ერთად ჩდება, ეს ახლა კვანტურ თეორიაში დროის შესახებ ფილოსოფია რო ნახო ძალიან ბევრი. ეხლაც გამოვიდა წიგნი 2000, ეხლა არა, რამდენიმე წელია გამოვიდა წიგნი, სადაც ცალკე კვლევა არის, კვლევა წიგნია, ცალკე კვლევა ინგლისურად. ოღონდ დაწერილია ბერძნული წარმოშობის
ну ბერძენი რომელიც თურქეთში ცხოვრობს და ასევე გერმანიაში უმოღვაწეა, მაგრამ არის რაღაც თურქეთის რომელიღაც უნივერსიტეტის პროფესორია. სადაც მანაწერა წიგნი სწორედ მაქსიმეს სწავლება დროის შესახებ. და იქ შეგიძლიათ ნახოთ მაგე. ემანაცია ბუნებრივი პროცესია, ანუ მომდინარეობს ღმერთის არსებისაგან, ხოლო ქმნილობა კი ღმერთის ნებისაგან. ეს არის მე ხოლო ცხადია ნოსელი დგას, ეს ამდენი ხოლოები რამბავია. ცხადია ნოსელი დგას ქრისტიანულ პოზიციაზე, აქ მითითებული ლიტერატურა. მაგრამ აქ ჩნდება, ასე ვიტყოდით დღეს, მაგრამ აქ ჩნდება ერთი საინტერესო რამ. გამოიკვეთება ერთი საინტერესო რამ. კერძოდ პირველი ნეოპლატონიკოსი, რაც წეგან გითხარით, რომ პირველი ნეოპლატონიკოსი პლოტინე განასხვავებს სამყაროსეულ მატერიას გონიერი მატერიისაგან. ესე ჩვენ მატერია, გონიერი მატერია. დღეს ნებისმიერი ფიზიკოსი გეტყვის, რომ ეს მატერია, რომელიც ჩვენგან განსხვავდება, მაგალითად, კანონები, რომელთაც აი ეს მატერია, რომელსაც ჩვენ აღვიქვთ ყოველდღიურობაში და აკაკუნებთ და რაღაცა, ის განსხვავდება იმ კანონებისა, იმ კვანტური მექანიკის მიკრო, ასე ვთქვათ, ფიზიკისაგან, მაკრო და მიკროფიზიკისაგან, კვანტური მექანიკისაგან. და კიდევ ვაფშე საერთოდ თეორია, რომ კვანტურ მექანიკას ჩვენ აღვწევთ ჩვენი მეთოდებით, ესე იგი ჩვენ პროგრამაში ვატარ და სინამდვილეში იმის უკან კიდე სხვა რაღაცა და გადაშევუნდა ვეძებოთ იმ სხვა რაღაცას. ამას ქვია ინტერფეისის ეს ინტერფეის კომპიუტერული მომენტია, მაგრამ ინტერფეისის კონცეფტი ეს ინტერფეისი რას ნიშნავს, იცით, ჩვენ ვიღებთ რაღაცა მონაცემებს და ევოლუციურად, ესე იგი, ჩვენ ისე ვართ მოწყობილი, რომ ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ, არის თვითგადარჩენა და გვარის გადარჩენა რა, როგორ გადავრჩეთ survive, როგორ გადავრჩეთ და როგორ მოვერგოთ ამ სამყაროს ისე, რომ გადავრჩეთ. და რა უნდა რა, და ამისათვის ჩვენ სამყაროს იმდენად ვშიფრავთ, რამდენადაც ყველაზე მეტად ეფექტურად შეგვიძლია ეს მიზანი გამახორციელოთ რა, თავი გადავიჩინოთ და გამოვრავთ. ხო, და ესე ბოლომდე კარგად არ გამოვიდეს, ხო? მე ვფხვი შევჭამ სამწყობები გვერევა და ეგეთი რაღაცები, ხო? მაგრამ ფაქტი ისე, რომ გარე სამყაროსთან ცუდობა ჩვენ რეალურად არ აგვაქვს. და ეს ფიზიკა იქნება თუ რა ნებისმიერ ჩვენი მეცნიერება, რაც უნდა ის დავახარისხოთ, ცვლილად ჩამოვიდეთ, მაინც მორგება ჩვენს პროგრამაზე, ესე იგი, ჩვენ ვართ რაღაცა ერთი პროგრამა, რომელიც პროგრამას მიხედვითად ვშიფრავთ ყველაფერს რა. და ანუ ახლა ამ ინტერფეისის არის რომ იქნება რამე სხვა პროგრამაც ვიპოვოთ რა, რომელი პროგრამაც უფრო ზუსტად აგვანახებს სამყაროს, ანუ უფრო ეფექტურები ვიქნებით. მაგალითად, ჩვენი პროგრამა კი არის ევოლუციურად ამ დონეზე ესე განვითარებული, მაგრამ ბოლომდე ეფექტური არ არის, ხო? ბოლომდე მაინც აი მეცნიერება ვერ ქაჩავს სადღაცას იქ და ვერ ვაგვარებთ აბსოლუტურად ყველა ადამიანურ პრობლემას. აღარ ვაპარაკო ბომებზე და რაღაცა, ბოლოს სექტორს ვერ ვერევით, ხო? ავტყოფოების ვერვერებთ კი 70% მოსახლეობის ამ სოფლიოში არ აქვს საკმარისი საკვები და წყალი. ეს ვერ მოვაგვარდეთ, ხო, ჯერჯერობით მეცნიერება. არა თუ სხვა რაღაცებს. ესე იგი, ხომ არ უნდა გავაკეთოთ ჩვენი პროგრამა ისეთი პროგრამა, სადაც ისე შევხედავთ სამყაროს, რომ უფრო ეფექტურად მოვაგვარებთ ამ საკითხებს. ხა რელიგიურად მართლმადიდებლად ეს ისეა, რომ მოკვდები მე მოგვარდება. მაგრამ ნუ ახლა ეს უკვე რელიგიის ამბავი ის კი არ გეუბნება ახალი რელიგია მოიგონო და დავამშვიდოთ ადამიანს, მაგრამ რეალურად გამოხორციელოთ ეს. თუმცა ვიღაცისთვის რელიგია ეს რეალობა, ვიღაცისთვის просто ფანტაზია. ეს უკანასკნელი არის, ხო, გონიერი მატერიისაგან. ნოიდილი ესეა. ეს უკანასკნელი არის მარტივი, უსინთეზო, მარადიული. თუ კი სამყაროსეული მატერია არის ნიადაგ ცვალებად მდგომარეობაში, გონიერი მატერია ნარჩუნდება ონტოლოგიურ თვითგმარობაში და ამდენად მარად მყოფობს თავის თავთან იგივეობაში. პრინციპში ეს თავის თავად იგივეობაში ქართულად იგივე იმავეს ეგეთ ხო? შეიძლება თავის თავთან იმავეობაში უნდა იყოს. იგივე ესე იმავე საშინა, ხო ეგრე იქნებოდა ქართულად. ამიტომ თავის თავთან იგივეობაში კი არ უნდა იყოს, ალბათ უნდა იყოს თავის თავთან იმავეობაში, არ ვიცი ხა რომელი უფრო სწორია. იგი მოქცეულის მატერია, მოქცეულია პირველ ჰიპოსტაზს, ერთ ღმერთსა და მეორე ჰიპოსტაზს
გონს გონებას შორის. ეს სამი იპოსტასია, ხო? ეს არის გონი, ეს არის ერთი, ღმერთის იპოსტასი, მეორე იპოსტასია გონის იპოსტასი, ცოტა დაბლა და მესამე იპოსტასი სულის იპოსტასი, კიდევ უფრო დაბლა. ეს იერარქია, რომელიც მე ქრისტიანებმა გამოიყენეს და სამი არა, მაგრამ სიტყვა იპოსტაზი აქედან აიღეს, გამოიყენეს. ზუსტად აქედან არა, მაგრამ დაახლოებით ამ ნაწილით, რომ ცალკე, ესე იგი, არსი ერთია და ჰიპოსტაზი მეორეა და თუ ძველ ბერძნულ ენაში არ იყო ესე გაყოფილი ეს ორი ტერმინი ჰიპოსტაზი და უსია და რაღაც interchangeable, ესე იგი, შეენაცვლებოდნენ და ეს მეერეც ხდება კიდე წმინდა მამებთანაც ხდება ესეთი ურთიერთშენაცვლება. მაგრამ აი ტრიადოლოგიაში რო გადაიტანე, რადგან ნეოპლატონიკოსებმა და ფილოსოფებმა განახორციელეს ამათი გამიჯვნა არსისა და ჰიპოსტაზის გამიჯვნა, ჰიპოსტაზის სხვა და არსის სხვა, მაშინ განსხვავდებენ მისაგან ეს ტერმინები, მე ეს განსხვავებულობის უკვე ეს განსხვავებულობა უკვე თავისებურად გამოიყენეს შემდეგ უკვე კაპადოკიელებმა. იგი მოქცეულია პირველ ჰიპოსტაზს, ერთ ღმერთსა და მეორე ჰიპოსტაზს, გონებას შორის. მეტიც უკვე იამბლიკოსთან, რომელიც იყო შვილიშვილი პლოტინეს, ფილოსოფიურად, მოსწავლეობრივად შვილიშვილი და იყო ანტიოქიიდან უკვე სირიული, არა, ბერძნულად იყო, მაგრამ ანტიოქიაში და იმაში მოღვაწეობდა. მეტიც უკვე იამბლიკოსთან ის მიეკუთვნება პირველი ჰიპოსტასის სფეროს. თუმცა მასთან ის ამ სახელით არ იწოდება. ეს თუ ამ შესახებ გინდათ, აქ არის მე სკოლია. ამგვარად, იგი არის ერთგვარი გარდამავალი ერთიდან სიმრავლეში. ესე იგი, ერთსა და გონებას შორის, ესე იგი, პლოტინესთვის ერთი იყო, მერე მოდიოდა, უკვე ერთიდან გამოდიოდა ეს გონიერი მატერია და უკვე გონების სფეროში იყო. თუმცა გონებას არ უიგივდებოდა. აი ეს უცოტა უცნაურობა იყო. მაგრამ ეს უკვე აღარ მოეწონა, ესე ანიკალკუნ იყო სანიკო. ამან კიდე აწია მაღლა. იამბლიკომ აწია მაღლა და უკვე თუ ავიღებთ ერთი სფერო, გონის სფერო და იმის სფერო, ქსულის სფერო და სადღაცაც აი აქ ხებში იყო პლოტინესთვის, სადაც ერთი სფერო, მეორე სფეროს ეხება, ხო, ხებში. აი აქ იყო სადღაცას ესეთი ასე თქვა, ერთი სფერო, ერთი წრე რო აიღოთ ახლა და მეორე სფერო უბრალოდ შეახოთ და აი ამ შეხების წერტილი იყოს ცენტრი უკვე ჰორიზონტალური წრის, აი ეს ჰორიზონტალური წრე იყო, მეტნაკლებად ეს ჰორიზონტალური წრე იყო პლოტინესთვის, ეს გონიერი მატერია. აი ამას უყურებდა მე ეს გონი და აქედან იღებდა იდეებს. მაგრამ აი ეს ჰორიზონტალურად აღარ გაწია, რა ქვია, იამბლიკომ და აიტანა შიგნით აიტანა უკვე წრედ დახა ეს წრეში ჩასვა წრე, რომელიც წრეც აი რაღაცნაირად ეხება იმას გონს რა, ასე ვთქვა. უმან ზემოთ აიტანა. ამგვარად იგი არის ერთგვარი გარდამავალი და სიმრავლეში, თუმცა არ კარგავს თავის ერთობას. ეს რო გავაკეთე რა. ეს ჰორიზონტალურად რო დავაწვინე. წფერი. თავად პლოტინეს სომთ კითხვას. ხოლო თავად პლოტინე აი აქ უნდა და ხოლო იქ რო ვიხმარე მილიონი. ხოლო ერთად აქ უნდა დამისვა ხოლო. ხოლო პლოტინეს სომთ კითხვას. როგორ არის შესაძლებელი რომ ერთისაგან, როგორადაც მას ჩვენ ვწდებით, მოვიდეს არსებობაში სიმრავლე, ან ორობა, ან რიცხვი? ოკეი, ამ რიცხვებზე მე ცალკე მაქვს, მე კიდე მე პლოტინეს როგორ არის რიცხვები, ცალკე მწერია დიდ თავად. უკვე ეს მე. ეს ერთი გადის 2-ში და 2 გადადის 3-ში, მე ამას გამოიყენებს გრიგორი ღვთისმეტყველი. უბრალოდ გრიგორი ღვთისმეტყველი დიდი ხანია გამოყენებული იყო, უბრალოდ მე ჩვენ ვამბობ და გრიგორი მოიყენა და მოიგონა და 2 საუკუნით ადრე უკვე გამოყენებული იყო. ნეოპითაგორელების მიერ, მე შუალედური პლატონების მიერ და მე ნეოპლატონიკოსებსაც აქვთ. საერთოდ იღებს უკვე მე გრიგორი ღვთისმეტყველი და მე ჩვენ ვაგინებთ ნეოპლატონიკოსებს და ფილოსოფიას, როგორც ედიშერი აკაკეთებს და პირდაპირ მივახტებით გრიგორი ღვთისმეტყველს და ვადიდებთ მას.
ან როგორ შეიძლება საგნების სიმრავლე წარმომავლობდეს ერთისგან, რომელიც არის მარტივი, ანუ განუყოფელი და შეუდგენელი და რაღაც, და რომელიც თავის იგივობაში ან იმავეობაში არ აჩვენებს არავითარ გაყოფილობას და ორობას. ოკეი, დამთავრდა ციტატა. გვიან ნეოპლატონიზმში კერძოდ კი პროკლესთან გონითი ჰულე გარდაიქმნება ჰენადების სფეროს, რომელიც ერთის იპოსტაში ერთიანება გარკვეულ თვალსაზრისით ჰენადები დიონისესთან და მაქსიმესთან გარდაიქმნებიან ნებელობებად, ანუ ლოგოსებად. ეს არის ნეოპლატონიკას და არის ტოლესპერთან მოყოლხოს ლიტერატურა თუგინათ წადით ნახეთ და კიდევ არის ერთი დიდი სტატია უკვე რუსულად არის, სადაც ნუ აი ჰენადებისა და ლოგოსების ასე ვთქვათ მსგავსებაზეა უზარმაზარი მართლა სამც გვერდი არის, ძალიან ძიმენი დაწერილი ხარ რუსული აღარ ვიცით, მე კი ვიცი, მაგრამ ძირითადად ქართველი მოგვე დავამთავრებ იმდენად კარგად არ ვიცით, რომ ესეთი მძიმე ტექსტი ავიკითხოთ, არც ვერც ინგლისური ვისწავლეთ ბოლომდე. აი, ცოტა ვერ ეთეხავს. ამიტომ ვარ ჩამოკიდებული ედიშერთან. ედიშერზე, რომელსაც შესანიშნავი წიგნი გააკეთა, დიდი მადლობა მას, ბრწყინვალეა ეს. უბრალოდ მოგცო მაძლევს მე საშუალებას, რაღაცეები, ჩემებურად გავიგო, არ გავიგო და ყოველ შემთხვევაში რა თქმა უნდა ლაპარაკი ზედმეტია. აგერ ჩამოსული ვარ vacation-ზე და საქართველოში უნდა ვიმოგზაურო, იარო ხინკლები ჩამო ერთ ამბავში ვიყო და ვზივარ ახლა და უკვე ამ წიგნის 100 გვერდი მაქვს დამუშავებული. ალბათ კიდევ გავაგზავნე. მაგრამ რადგან არსებობს ქვეყნიერი მატერია, ესე იგი ის მატერია, რომელსაც ჩვენ მიგებთ, უნდა იარსებოს გონიერმა, წამოს პლოტინე. და მე ციტატა. თუ იქ სამყარო არის გონიერი, გონით საწმდომი და ეს ესე იგი ჩვენი ქვეყნიერი არის იმ გონიერის მსგავსება, ეს არის სინთეზური შედგენილი და მატერიისაგან მსგავსება, ეს არის სინთეზური, ესე იგი შედგენილი და მატერიისაგან, იქაც უნდა იყოს მატერია. ესე იგი ქვეყნიერი მატერია არის სიდგენილი, შედგენილი, ხო სხვა, იმისთვის რო ავიღოთ, მენდელეევის, ხო სხვა რაღაცებისგან შედგება, არის სინთეზური და მატერიისაგან, ესე იგი ეს მსგავსება ხდება, ხორციელდება მატერიისაგან, იქაც უნდა იყოს მატერია, ესე იგი ზემოთ გონშიც უნდა იყოს მატერია. ეს არის არქეტიპული მატერია და ეს ის გაბნევთ ახლა თქვენ ეს გონიერი მატერია არის არქეტიპული მატერია და მასში არის ყოველი სამყაროსეული საგანი პოტენციურად ძალოვნითად. ძალითად ასე ვთქვათ. პოტენციურად, თუმცა ჯერ არა როგორც იდეა, არავითარი ფორმა. იდეა უკვე ფორმაა, ხო? იდეა ფორმა თითქოს. იდეას რაღაცა ფორმა გააჩნია, შემოწირულობა გააჩნია, რაღაცა გააჩნია, წითელი უკვე იდეა. ეს კიდე არ არის, ამიტომ ამ მატერიას გარდაქმნის რიცხვებად. აი მაგალითად 1 2 3 4 1 2 3 4 5 7 8 9 20. ეს ხო პროსტო რიცხვებია. გესმით? ერთი მხრივ უკვე სიმრავლეა და მეორე მხრივ იმ ერთს გარდა თავის ერთობისა არავითარი აზრი არ გააჩნია, ისე როგორც ორს გარდა თავის ორობის არავითარი აზრი არ გააჩნია. არავითარი ფორმა არ გააჩნიეს, რიცხვები მე მოვიდა არაბული. უბრალოდ რაღაცეებია და მე ჩვენ ვარქვით 1 2 3 5 7 8. აბა სხვანაირად როგორ გავაკეთოთ? იქ საერთოდ რიგიც არ არის. მე ხო გითხრათ ეს წრეა და იქ ყველაფერი წრეზე ტრიალებს რა. 1 და 5-ზე შეიძლება წახვიდე. ის პროსტო 5-ია, ის პროსტო 2-ია, ის პროსტო 7-ია. მე ამათგან დგება ფორმულები. ეს ფორმულები აგებენ გეომეტრიულ ფიგურებს. ამიტომ გეომეტრია და მათემატიკა ეს ერთი და იგივე. აი მაგალითად ბარძიმს უკვე თავისი გეომეტრიული ფორმულა აქვს, ხო? ესეც უკვე მაქვს სფეროში. აქედან მოდის მე სული მატერიის სულერობაში გადასვა, სულერის მატერიალობაში გადასვა. ამიტომ შემოდის ქრისტე თავის მატერიალურ სხეულთ კარებში. იყოს მატერია. ეს არის არქეტიპულ გამაში არ არის ყოველი სამყარო. ის არის იდეების იდეალური მატერია და არის ამ იდეების საერთო. ესე ამას უყურებს ამ რაღაცებს ის გონი და მე გონში იმ იდეებს, იმ რიცხვებს, იმ სიმრავლეს რო უყურებს რაღაცა ფორმულებს ადგენს, აი აქედან ჩდება მე მისი. იმიტომ რომ რეალურად ჩვენ წითელს კი ხა წითლად აღვიქვოთ, მაგრამ მათემატიკურად და ფიზიკურად ის ფორმულის სახით იწერება. ის რაღაც ტალღების და კვანტების და რაღაცა. ეს არის არქეტიპული მატერია, ვეღარ გადავედი კეთო.
მაგრამ იგი არ იყოფა იდეებად, არ ნაწილდება და ნაკუწდება სიმრავლედ, არამედ არის თავის ერთიანობაში მანადიული. ეს პლოტინესთან არის ჯერ, მაგრამ ეს მე რიცხვები მაინც ერთი რიცხვების სფეროა, მაინც ერთია. ის არ გამოდის ერთობიდან, ერთობის სფეროდან, მაგრამ ამავე დროს თითოეული ერთი მთლიანად ასახავს დანარჩენ სხვა რიცხვებს, იმიტომ ის რიცხვია. უბრალოდ ერთი ქვია. ნარფიცგვისგან არ განსხვავდება. ეს ჰიპოსტაზებიც მე ამაზე ეყრდნობა სხვადასხვა. მაგრამ იგი არ იყოფა იდეებად და ნაკუწდება სიმრავლედ, არამედ არის თავის ერთიანობაში მარადიული. გავბედა და ვიტყვი, უკვე ჩემი ინტერპრეტაცია არის, რომ ის შეიძლება იყოს გარკვეული გონიერი თვისებები, შესაძლებლობები და არსებობს რეალურად, ანუ არის მყოფი არსება. ამით განსხვავდება იგი მკაცრად ტრანსცენდენტული ერთისაგან, რომელიც არ არის არსებული ან მყოფი. აი აქ უკვე შემოდის ის განსხვავება, რომელიც განსხვავებაც მე მაქვს დამუშავებული სხვა დაბლათავებში. მაგრამ შეხედა არ არის როგორ არის გაკეთებული. მაგრამ ამას ეწოდება მე ნეოპლატონიკმასთან პეტრისთან ნამდვილ ყოფი. ის ნამდვილად არსებობს ეს. მაგრამ ამავე დროს სიმრავლე ეს არის ქრისტეს ტანი, ხო? ედიშერი ამას მე რო უარყოფს, რომ ნამდვილად ქრისტე შეიძლება იყოსო, მაგრამ მე მგონი მაგაში ედიშერი იმის გამო რომ არც ნოს არც ფილოსოფია არ დას ნეოპლატონის და არაფერს, ხო? და მაგრამ პირდაპირ მამებიდან გამოდის. ეხლა მაგას არა უჭირს, ხო, დიდი არაფერი არ არის. ნუ დიდი როგორ შანსი არ იძლევა რომ გამოვიდეთ ან დაპირისპირებულ რაც ეხლა დასავლეთ მე აი ედიშერის ესეთი მიდგომა გადადის ბომბებად რომელიც უკრაინას ბომბავს ფილოსოფიურ თვალსაზრისით. არის მას განშოს ეს ედიშერის ბრალია. ეს იმის ბრალია რომ ედიშერს გვიწერს ასეთ წინვალე რაღაცებს გვიკეთებს, შესანიშნავ რაღაცებს, 100% სიკარგის რაღაცებს გვიკეთებს, მაგრამ მე ჩვენი არ ვჯდებით ერთად მაგალითად, აი ახლა უნდა ვჯდეთ ერთად, ან ზუმში ვიყოთ. თქვენ უნდა იყოთ და ამ ტექსტებზე ფიქრობდეთ თქვენი აზრები მოგენ ამდენს გიწევთ მარტო სახინკლეში წასვლა და ქუჩაში დგომა და სიგარეტის წევას და იმას ხო ჯობია თუ მართლა ქრისტიანები ვარ წირვის მერე დავждეთ და კვირა ამას დაუთმოთ ან შაბათი დაუთმოთ წუხრის მერე რაღაც ესეთ და უამრავ ლიტერატურას გვაქვს მთელი ცხოვრება გვაყოფ ხა რაღაცეთ პატარა ტერმინებზე გელაპარაკებთ ხო მაგრამ თქვენი გეკნება წაკითხულ როგორ გავაცოცხლოთ ეს ყველაფერი ხა აქ რამ თუ ედიშეს კი აბრალდება ეს ანუ ეს პოზიცია აირჩა იმისაც რომ ამ ხელა ნაწარმოებების ასე გაბედულად დაწერა შეძლებოდა სხვანაირად ვერ შეძლებოდა მე იმედი მქონდა რომ ედიშერი ამას გელათურსაც შეუდარებდა არა მაგრამ ეს ყოველ ნაწილია წარმოიდგინე 900 გვერდი დაწერა რაც ახლა ამდენი უნდა დაწეროს ახლა შეუნდოთ მაგაცაც შეუნდოთ კი არა ნუ რა ვიცი მე ედიშერი უნდა იყოს მილიონერი ახლა უნდა იჯდეს არაფერი სხვა საქმე არ უნდა კონდეს და უნდა წერდეს და ლაპარაკობს და ლექციები ქონდეს და ესეთი რაღაცები. აი დადის აკრიტიკით ორი კაპიტულო შეაგროვოს რაღაცას. ეს უკვე ზოგადად ქართული პოლიტიკის ბრალია. და თუ ედიშერის ეს ციკლს ესე ბუკვალოდ მივიღებთ, მაშინ დამოკიდებულებას მაშინ იმიტომ რომ ცუცვით ბომბებს მე ვაძლევთ. იცი რა შეგვაქვს მაშინ თურმე არ ვიცი თქვენ გადაამოწმეთ. მე ესე მითხრეს ჭორად. მაგრამ მე მჯერა რომ მაგალითად ჩვენგან შედის სნაიპერული იარაღი რუსეთში. აიმეთი კლავენ უკრაინელ ჯარს და დამიჯერეთ აი მიდგომის ედიშერის გამო კი არ არის ყველას რო გვაქვს მიდგომა თუ ედიშერი კლავენ რო წინვალე გონებაა და საერთოდ გენიოსი მგონია ედიშერი უაღრესად მადლობელი ვარ მისი და მისი ციგნი რო გამოდის ყიდულობ და კითხულობ. დაუბრუნდები ნოსელს. მე დაუკავშირე ნოსელის ნებელობები, ლოგოსის ნებელობა არის ღმერთის კონკრეტული აზრი, რომელიც განსანგდება სხეულად, მაგრამ ლოგოსი ასევე არის ზოგადობები. სიმსუბუქე სიმძიმე სიშკრიე განხსვება. აი მაგალითად ეს მე გადადის ჰიუმი აკეთებს ამას, ჯონ ლოკი აკეთებს ამას. შემდეგ ამას იმეორებს ინგლისელი ლოგიკოსი პირველი, მაგრამ აღჩი, როგორ დამავიწყდა. რასელი მე ამას გააკეთებს ვიტგენშტაინი მე ამას კვანტო ფიზიკაში როგორ გამოვა ეს და დღეს როგორ გებულობთ ამას ნეომატერიალიზმში ეს ძალიან საინტერესო საგანია
მაგრამ ლოგოსები ისევ არის ზოგადად სიცოცხლე, სიხშირე, განხშუებულება, სიმკისრე, სიძველე, სიცივე, სიცხელე, ფერი, ფორმა, ხოზულობა, შემოწერილობა, სივრცობლივობა, რომელთა შერტვიცაც იქნება დაისახება საგანი. იარ იქმნება დაისახება, ესე ხედავ რა, ის ინტერფეისი, აი, გამოს 80-იან წლებში დაიწყო რაც მეკითხა ინტერფეისის და თეორია დღემდე გრძელდება. 90-იანებში და 2000-იან წლების დასაწყისში დაიწერა ეს საბოლოოდ გაფორმდა ეს თეორია. ესე იგი, იქ არის რაღაც მოგიყევით მე პროგრამაზე და ასე. სწორედ ეს არის ჩაწერეთ ინტერფეის, matter, რაღაც ეგეთი ფილოსოფი და იქ ამოგიგდებთ მე იმას. სწორედ ამას შეიძლება უწოდოთ გონიერი მატერია. არც ერთი თავისთავად ძიმე უნდა და რომელიც სხეულში იხილება არაა სხეული, არც ფორმა, არც ფერი, არც სიმძიმე, არც წერია, არც სივრცობლივობა, არ დაუდაგდაქტირებიათ ეს ისე გადაუპირდაპირ. არც სიდიდე, არც სხვა ვერ გაიგეს. და მე ჩემი შეცდომით ხო ეს არ კნოპას უნდა დააჭირო და ცუდ გადაიქნება რა. და ზოგჯერ ვაჭერდეთ ხო არა. არს სივრცობლივობა, ამას იქნება არს უნდა და რა გითხოთ ფილოლოგია მაიციან დედამიწა რა როგორია. არც სიმძიმე, არც სივრცობლივობა, არც სიდიდე, არც სხვა რამ თვისებებში ხილული, არამედ თითოეული მათგანი არის ლოგოსი. აი სწორედ მას უკავშირებს ლოგოს და აკვირდით. მატერიაში აყავს ლოგოსი იმას მაქსიმუმ ნოსელს. მე ამ ლოგოსის ღვთისმებელობებს დაარქვეს ის და ღვთისმებელობები ჰენადებში უიგებდება პროკლესთან და გავდივართ საოცარ სამყაროში გადაყვართ მაქსიმს, რომელიც აღარ განვითარებულა შემდგომ ჩვენს მართლმადიდებლურ თეოლოგიაში და ფილოსოფიაში და ძალიან გართულდა საქმე, მაგრამ დღეს ეს იძლევა ხიდს ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია, ხიდს თანამედროვე მეცნიერებასა და საერთოდ თანამედროვე ხიდს. მოკლედ ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ ბომბები არ ვესროლოთ მართლმადიდებლობა ერთმანეთს და მთელ სოფლიოს. პიპოლაპოპოზია. ლოგოსის ცნების ამ ორი ასპექტის შეჯერებით გამოგვივა, რომ საქმე არ გვაქვს ეგზემპლარიზმთან, ესე იგი, რომ ღმერთი ქმნის უკვე იდეებს და იმის მიხედვით ვართ, ანუ ღმერთში არსებულ ობიექტივ იდეებზე, რომლის მიხედვითაც შეიქმნა სამყარო. ამ შემთხვევაში გამოვიდა და რომ ღმერთსა და ქმნილებას შორის არსებობს რაღაც ობიექტური სხვა რამ ქმნილება. ესე იგი, ღმერთი ჯერ ქმნის იდეებს და მერე ქმნის ის იმას. მაგრამ ეგრე არ არის. ეს რომელიც უკვე არისტოტელემ გააკრიტიკა პლატონი. საქმე გვაქვს ისეთ ვითარებასთან, როდესაც თითოეული საგანი, როგორც ზემოთ ვთქვი, არის ლოგოსი დანახული პიროვნულ ურთიერთობისას, ანუ მარათქმნადობაში ორი ან მეტი თავისუფალი პიროვნების სამერთება ღმერთის ადამიანის თანამშრომლობა სინერგიისას. ანუ ერთი მხრივ ღმერთის კონკრეტული ლოგოსი არის ზოგადობების კონკრეტიზაცია ამავე ლოგოსში, ხოლო ეს ლოგოსი უპირატესად არის სხვა პიროვნება, ანუ ადამიანი. ამიტომაა რომ ადამიანს შეუძლია ჩაერთოს ღმერთის საქმეში, გახდეს თავადაც შემოქმედი და შექმნას რაღაც ახალი საგანი, მაგრამ არა არამედ იმ ზოგადობებიდან, რომელიც ჯერ ღმერთმა შეუქმნა მას. აქ უკვე ავიბლურდე. არასწორად მიწერია. ღმერთმა კი არ შეუქმნა მას, რომელიც ღმერთმა ინება. რომელიც ღმერთმა თავის თავში პირველად განმოიზრახა, აქ შესტომა. ეს საოცარი კომბინაცია, იცი რა იყო ეს ამას წერდით ეს ხო პირველი ჩემი ნაბიჯი ამაში, ესე წერისას ვფიქრობდი რა და მე ვანვითარებ ამას დავლა და გამოსწორდება ეს ალბათ ხო ცოტა გასასწორებელი იყო, მაგრამ მე გამესწორებდა ხა მე ამას. ხო, არც არავის წავუკითხოს მე და აქედან მე გადავედი უკვე ეს დავხვეწე და მე უკვე მივანებე თავი, იმიტომ რომ არ აქვს გამოძახილი. ამერიკელი თეოლოგი ჰარი ვოლფსონი პლოტინის გონიერ მატერიასთან მიმართებაში პლოტინის ვოლფსონს მოჰყავს ჰარი ვოლფსონს არ გაუსწორებიათ. ამერიკელი
ამერიკელ თეოლოგ ჰარი ვოლფსონს პლოტინეს გონიერ მატერიასთან მიმართებაში მოყავს ნოსელის შემდეგი ციტატები, ტექსტები. ხა პლოტინე ნოსელის მივიყვანებით გაგებაში, ანუ გწამს, რომ ღმერთის ნების ძლიერება არის საკმარისი მოიყვანოს არსებობიდან არსობაში. ეგ თუ მიყონდოს, როგორც აღარ გითხარით. წმინდა წერილის სწავლებას მიყოლით გწამს, კავს მევაკეთე, მიყოლით ყოველი არსებული ღმერთისაგან, ეგ თუ θεού დაიბადა, მაგრამ რაც შეეხება კითხვას, როგორ იყვნენ ისინი ღმერთში, ეს კითხვა არაა განჯის ლოგონა და არ ვეძებთ გამოვიდიოთ ეს საკითხი და გწამს, რომ ყველა არსებული არის ღმერთის ძალის შესაძლებლობაში, თვით ისიც, რომ თავად არსებობა შემოიყვანოს არსებობაში. ესე იგი, ნახეთ, როგორ არარსებობას უკვე უიგივებს იმ ლოგოსებს. როგორ იცვლება ეს? პლოტინედან როგორ ნელ-ნელა გადმოედინება ნოსელთან სხვანაირად. ესე იგი, არარსებული. არა ღმერთია ამ შემთხვევაში. არ არსებული ეს მატერია. იმიტომ ის ღმერთის სფეროშია. რაგედი შედი რო ამბობს არასებული იმას მიესადე ეგრე არ არის. შეიძლება ამას ამბობდი იუნისე, მაქსიმე ესე პირდაპირ. მაგრამ ჩვენ ის არ ვიცით ვის ეუბნება როგორ ეუბნება ის გაიგებს არ ჩემს არ შეიძლება ეშინია. ხო, ვერა ამდა თავი არ მომოჭრეს. ეგეთი მეორე რა კონტექსტიდან იღებს ამას და მე როგორ ვითარდება ეს მის თლიან ნაწარმოებში უნდა ვნახოთ. ესე პირდაპირ დაბრეხვება რთულია. ამ ტექსტიდან მას ჰარი ვოლფსონს აინტერესებს ორი ფრაზის არარსებობიდან და ღმერთისაგან ურთიერთმემართება. კერძოდ იგი ამბობს, სავსები ცხადია, რომ ფრაზა არარსებობიდან პირველ მტკიცებაში გამოყენებულია მეორე მტკიცების ფრაზა ღმერთისაგანის გაგებით. მაგრამ რას გულისხმობს იგი ნოცელი, როდესაც ტერმინ არაფერს nothing მიყონდო, ესე არ ყოფი იყენებდა, რომელიც ბუკვალურად ბერძნულად ნიშნავს არარსებობას. როგორც გითხარით, არარსებობს. ხოლო ღმერთს აღწევს თავისთავად ცხადია, რომ იგი ბუკვალურად ვერ გულისხმებოდა, რომ ღმერთი არის არაფერი მგაგებით, მისი არსებობა არის არარსებობა. მაშინ რას გულისხმობს იგი ამით? წერს ეს. არ ვიცი ვინ არის. ხოქმანი თუ რა ერქვა. ჰარი ვოლფსონ. ეს კითხვა საკმაოდ ექსტრავაგანტული შეიძლება, მაგრამ მას მოუხმობ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ადამიანის აზროვნების ჩართულობას თავად საგანთა სხეულთ არსებულთა წარმოებაში. მაშასე ავტორი აგრძელებს ტერმინი არაფრისაგან მიმართებაში, ტერმინი არაფერისაგან მიმართებაშია ღმერთის არსებულ გონიერ მატერიასთან მისგან ღმერთისგან ემანაციის უწინდაც კი. ზემოთ უკვე ვთქვი, რომ პლოტინესთან გონიერი მატერია არის გონების სფეროში და არის როგორც მყოფი დაარსი და არანაირად არაფერი, მაგრამ უფრო ზემოთ ისიც აღნიშნავს, რომ უკვე იამბლიქოსთან გონიერი მატერია ინაცვლეს პირველი ჰიპოსტასის, ანუ ერთის ღმერთის სფეროში. თუმცა ტერმინ გონიერ მატერიას იგი არ იყენებს. მაშასადამე გამოდის, რომ ნოსელთან არაფერი განიმარტება როგორც გონიერი მატერია. არაფერი განიმარტება როგორც გონიერი მატერია. ამდენად ღმერთში ემანაციამდე, როგორღაც მყოფი გონიერი მატერია აღიწერება როგორც არაფერი თავისთავად მყოფობის გაგებით, რაც ნიშნავს, რომ ის გონებისთვის მიუწვდომელია და შეუძლებელია იგი კონცეპტის სახით არსებობდეს ჩვენს გონებაში. ისევე როგორც ედუგენა გამოიყენა ტერმინი არაფერი, უარყოფა ყოველივესი, რაც შეიძლება გამოითქმებოდეს ან იაზრებოდეს გაგებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გრიგორი ნოსელის ქმნილების ტრადიციულ აღწერის ინტერპრეტაციაც, როგორც არსებულის არაფრისაგან, ნიშნავს იმას, რომ ის ქმნილება არის ღმერთისაგან
რადგან ღმერთი ის ქნილა, რადგან ღმერთი როგორც ის არის წმინდა მამების მიერ ზოგად აგებული, თავის ბუნებაში არის გამოუთქმელი და გონებით მიუწვდომელი. ჰარი ვოლსონს ამჯერობიდან გამომდინარე ნოცელის გონიერი მატერია ინაცვლეს გონით მიუწვდენელი ერთი ღმერთის სფეროში, ამასთან იგი ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით უარყოფს ღმერთის არსებიდან უშუალო მენაციას. ის რაც ემანირდება ქრისტიანულად იქნება მომდინარეობს ღმერთის ნებისაგან. ესე იგი პიროვნული ღმერთის ნებელობითი მოქმედება ენერგია აქტიურობა. ამ ნების ნებელობები არიან ღმერთის აზრები, ანუ ლოგოსები. ეს ლოგოსები თავის მხრივ არიან გონებით მიუწვდომელნი. ადამიანს არ შეუძლია მათ სწდეს იმგვარად, როგორებიც ისინი არიან თავის თავში. შეადარეთ იმანუელ კანტის საკანი თავის თავში. მაგრამ თუმცა ადამიანი ვერ წვდება ღმერთის მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ვერ წვდება ბუნებას, იგი მაინც მონაწილეობს ღმერთის ნებელობით მოქმედებაში. იგი ვერ ხედავს ლოგოსებს, მაგრამ მათ ხედავს იმდენად, რამდენად იგი ჩართულია ლოგოსების აქტიურობაში. ანუ ადამიანი ხედავს იმდენად, რამდენადაც თავად ქმნის ამ ლოგოსებს, ანუ ლოგოს განახორციელებულს კონკრეტულ საგანში, სხეულში, არსებულში. ამგვარად საგნების, სხეულები, არსებული, ანუ მთლიანად ქმნილი რეალობა ადამიანის შემოქმედების ნაყოფიცაა. სხვანაირად ადამიანი ვერ ხედავს, ვერ ხვდება, ვერ განიცდის და მისთვის არ აქვს არავითარი აზრის. ხოლო რადგან სამყარო შეიქმნა ადამიანისათვის, მას არც აქვს სხვა რამ დანიშნულება. ადამიანის მიერ შექმნილი სამყარო არის სწორედ ერთადერთი რეალურად არსებული ღმერთის თავისთავადი არსებობის გარდა, რა თქმა უნდა. ადამიანი თანაშემოქმედია ღმერთის, ამ უკანასკნელ და სხვა ადამიანებთან პირველი ურთიერთობისას. აი, როდესაც პეტრიცი ნამდვილ ყოფს უწოდებს იესო ქრისტეს ტანს, პეტრიცი ადის ამ სიმაღლეზე. ის რაც თანამედროვე ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. თანამედროვე, ეს კატეგორიულობა, რა თქმა უნდა, მაკლია მე ედიშერის და არც მინდა ეგეთი კატეგორიულობა მქონდეს. იმიტომ რომ არც ვარ მაგის დონის მოაზროვნე, ვერც ვიქნები ვერასდროს. არ ვეკამათები, უბრალოდ ჩემ აზრს ვამბობ. გაიხარეთ, გამოხარეთ, მოკვდით, მიწა დაგაყარეთ, ჩემთან ერთად თქო. როცა მოკვდებით ბოლოს კაცო.